ეს კი ქუჩის სათვალთვალო კამერით თბილისში გადაღებული საგზაო შემთხვევებია. იანვრიდან დღემდე ეგრეთ წოდებული ბაიკერების მონაწილეობით 39 საგზაო შემთხვევა მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა ეს ავარია მოტოციკლის მძღოლის ბრალი იყო. თუ ურთიერთშემხვედრია ტრანსპორტი, თანაბარ გზებზე ურთიერთშემხვედრია ტრანსპორტი, აქაც მარტივადაა საქმე, როგორც წინათ აღვნიშნეთ, პირველი მიდის ის, ვინც მიდის პირდაპირ ან მარჯვნივ, თუ მათი ტრაექტორიები არ იკვეთებიან, მაშინ ეს ორივე ტრანსპორტი გზაჯვარედის დატოვებს ერთდროულად. დავუშვათ, აი აქ მოძრაობს ტრანსპორტი, რომელიც მიდის მარჯვნივ, ესეც მარჯვნივ. მათ შეხება არ აქვს, ერთდროულად წავლენ, რა თქმა უნდა. ან ის მოდის პირდაპირ, ეს მარჯვნივ, ან ორივე პირდაპირ და ასე შემდეგ. რაც შეეხება თუ შემხვედრის სატრანსპორტო საშუალება მოდის მარცხნივ, მაშინ წესიდან გამომდინარე, კიდე გიმეორებთ, ურთიერთშემხვედრიდან პირველი მიდის ის, ვინც მოძრაობს პირდაპირ, ან მარჯვნივ. ანუ თუ შემხვედრი მოდის მარცხნივ, ეს პირდაპირ გაივლის ეს და შემდეგ შემოვა ის სატრანსპორტო საშუალება. აი ასე მარტივად. ეს კი ქუჩის სათვალთვალო კამერით თბილისში გადაღებული საგზაო შემთხვევებია. იანვრიდან დღემდე ეგრეთ წოდებული ბაიკერების მონაწილეობით 39 საგზაო შემთხვევა მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა ეს ავარია მოტოციკლის მძღოლის ბრალი იყო.